უკრაინის კრიზისი დღეს პარლამენტის უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს. უმცირესობა ითხოვს, რომ პარლამენტმა რიგარეშე სხდომა მოიწვიოს და საგაგებო რეზოლუცია მიიღოს. უკრაინის მაგალითი არის კიდევ ერთი გაკვეთილი იმისი, რომ ილუზიები ურთიერთობის დალაგების რუსეთთან თუ კი გსურს რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა არ შეიძლება რომ კონდეს, უნდა ვიაროთ მყარად ჩვენ გზაზე და არ უნდა გავაძლიეროთ ის ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც კრიტიკულ მომენტში დადგებიან ჩვენი სახელმწიფოების საწინააღმდეგო ინტერესზე და პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ვდევნიდეთ პროდასავლურ ოპოზიციას. მოვითხოვთ პარლამენტისგან დაუყოვნებლივ შეკრებას იმისათვის, რომ მივიღოთ რეზოლუცია, სადაც უკვე საბოლოოდ მკაფიოდ, იმიტომ რომ გვახსოვს სამწუხაროდ პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ერთგვარად ესე ვთქვათ აეცილებინა მკაფიობა რეზოლუციის და საბოლოო ჯამში მივიღოთ მკაფიო პოზიცია. ხარდაჭერა დააფიქსირა პარლამენტმა, უკვე 2 რეზოლუცია იყო მიღებული, არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთა როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მხრიდან, ასევე პრეზიდენტის მხრიდან. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ ძალიან ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რაც ხდება და მზადყოფნას, რომ ყველანაირად ესე ვთქვათ დახმარება, თანადგომა, ასე ვთქვათ აღმოუჩინოთ და დაუფიქსიროთ უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში. ვფიქრობ მოლაპარაკებას, მათ შორის უკვე არა მარტო შიდა უკრაინულ მოლაპარაკებებს, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებებს დღეს ალტერნატივა არ გააჩნია. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი და თქვათ თავად უკრაინის წარმომადგენლები, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასწრեն მაგიდასთან და დეტალებში გაწერონ რა შეიძლება მოყვეს იმ შემთხვევაში, თუ კი პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი და როგორ უნდა გამოვიდნენ არსებული კრიზისიდან.